არჩევნები რომ დაინიშნოს, ხმას ვის მისცემთ? რა ვიცი. აი რა ვიცი. შენ ვის აიჩი? რა საფირებ, იქნება კანდიდატი. აბა როგორ ხარ? ვინა გითხა, ვინ მოვიქნა? აი ხოლმე საქმის კურსი ვიყოთ, რომ რომელი რაც აკვირდება რა. ახლა რა ვიცი ეს ნიშა ფიქრობ ავტორიტეტს კეთებს. ჩემი ხალხი ტახტიდან და შესრულებით კი არ შეგვისრულებენ, მაგრამ დაპირებით მაინც ხომ უნდა დაკვირ. ხო უნდა ვიცოდეთ. ვინ არის აკაცვიჩი? აი ჩვენ პენსიონერების თუ ის იქნება კარგი. იმას მიცემ ხმას. დავით ჯერჯერობით სააკაშვილი ვეცი ხმა მაშინ. ეხლა ხო გადაგხომა ამანის. თუ როგორ არ ვიცი. ხო და რა ვიცი თუ თქვენ კარგი იქნება, კი ბატონო, იმას მიცემ ხმას. ვინც გამოგვადგება გენაცვალე და ვინც კარგად გააკეთებს, აი წყალი არა გვაქვს, აი ესეთ უბედურებაში ვართ, მოვდივარ და ახლა პოლიტიკურებს საიქავდე ცხავ წყალზე. ვინ ჩვენთვის კარგი იქნება? შენ გახარება სრიგენი არ გინდა ჩვენ არა? არ მოიმკვიდრებს. დავიჯე ხო ადრია და როგორ მე მივცემ ვინცაკე ჩემ თუ ჩელას იყიდის და ის მეტყვის იმაი მივცემ ხმარ. სააკაშვილს მიშას რა თქმა უნდა, მაგას ლაპარაკი უნდა. სხვა ჩვენ არავინ არ მინდა. არავინ არც დახმარება მოძლევს, არც პენსია მოძლევს, არც პოლიცია მაგას არაფერი და არავისაც არ მივცემ. აი ეგრეთ თალკი პატარა ოთახი ვდივარ მარტოგან. არაფრის არავინ არ მითხრა. ვინც არის პრეზიდენტი მაგოჩი? ის არის ინიშნება თუ რა არის, მე არ დანიშნული. და ჩატარდეს ვის მისცემ ხმას? შენ შევერი სააკაშვილი გასა. თქვენ? ჩემთვის სულიადია ვიცი. ვინც პატივს აგვწევს იმენ. მიშა. აი მიშაზე კარგი რა ვიცი ხლა. მაგარ ბევრი რამე გააკეთა, ძალიან ბევრი რამე ხლა. ფლად კარგი არავინ არ იქნება. ფლად კარგი. არა რა ვიცი, მე მაინც უპირატესობას მიშას მივანიჭებ. უნდა მთავრობას, ჩვენ მთავრობას. რა უნდა ჩვენ მასშტაბლებლები ვართ. საჯარო მოხელეები ვართ და სხვა ვის. ბევრი კარგი რამე გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ჯერ მარტო ის რადგიღის, რომ სადაც მიდის ჩვენი პრეზიდენტი, რომელ ქვეყანაშიც მიდის იმ ენაზე ლაპარაკობს. რომ კარგია, რომ ძლიერია, ყველგან ეპატიჟებიან, ყველგან იწვევენ და ყველგან მეხავთ. რატომ არ დაუჭირთ პედაგოგებისთვის ბევრს აკეთებს. პენსიონერებს, გვამუშავებს ისევ სკოლაში და მადლობლები ვართ.